მადლობა რომ გვერთვებით ეთერში. აი ახლა ამბობდა ბატონი თამაზი რომ რამდენიმე საათის განმავლობაში დღეს კითხავდნენო რომელი პარტიის წარმომადგენელი იყო და რამე პოლიტიკური ინტერესი ხომ არ გამოძრავებდათ, როდესაც ის ვიდეო გავრცელდა თქვენგან. რა შეგიძლიათ გითხრათ, მე წავიკითხე ბატონი გიუნაშვილის სტატუსის ნაწილიც ასევე. რომ ცილის წამება მოგესალმებით. რომ დაინტერესდით ჩვენი ცხოველების ბედი და ზოგადად ვიცით თქვენ რომ ყოველთვის რეაქცია გაქვთ ხოლმე ძალიან კარგი და ადეკვატური. ანუ მინდა გითხრათ რომ აქ არაფერი პოლიტიკური არ ყოფილა, ალბათ ბავშვობიდან ცხოველების გადარჩენით ვარ დაკავებული, მოგვიწია ისეთ რეჟიმებში ცხოვრება, როცა არასოდეს არ ყოფილა ცხოველების უფლებები დაცული და გვიწევს ყოველთვის ესე გადარჩენა ცხოველების. რაც შეეხება იმას, რომ მე ანუ აღნიშნული ფაქტი რაც იყო, ალბათ ჩემი ხმაც მოისმინეთ და დღესაც იგივე რეაქცია მაქვს და რომ მახსენდება მეტირება და ეს არის ადამიანური და ეხლაც გეუბნებთ რა ის სრულიად ემოციურად ვსაუბრობ, იმიტომ რომ აქ იყო ისეთი რამე რომ როდესაც გიყვარს და შენ წინ კლავენ იმას, ვინც გიყვარს და ვერ შედიხარ და იხსენებ ამ თვალებს, როგორ გთხოვენ შველას, ხო? ძალიან ძნელია რეაქცია გქონდეს ისეთი, რომ რაღაცა გინდა რომ დაანგრიო რაღაცა, მაგრამ ვერ შედიხარ. კანონს ვერ შეეწინააღმდეგები, იმიტომ რომ გიყვარს. ანუ სიყვარულის გამო ვისჯებით ცხოველთა მოყვარულები და გონიათ, რომ ეს არის პოლიტიკური. არა, ჩვენ უბრალოდ არასოდეს არ ყოფილვართ პოლიტიკურად და არასოდეს არ დაგვიკავშირებია ყოველთვის მიჯნავ პოლიტიკას და ცხოველს. ეს სხვადასხვა რამეა. ის რომ მე პატრიოტი ვარ და სამშობლო მიყვარს, არ ნიშნავს იმას, რომ არ მქონდეს ჩემი მოსაზრება, მაგრამ სიყვარული არ არის პოლიტიკა. ეს სიყვარული, არც საქართველოს სიყვარული არ არის პოლიტიკა. მინდა უთხრა ეს ყველას და გაიგოს ის, რომ თუ მე რომელიმე პარტიის წევრი ვიყავი და თუ ჩემი, ანუ პოლიტიკური შეხედულება, სამშობლოს სიყვარული გონიათ, რომ პოლიტიკური შეხედულება, იქ მე არ დაუწყია არავის, თუნდაც ის, რომ ვიღაცას ჰქონდა სხვა პოლიტიკური შეხედულება. არავის არ უთქვია იქ, რომ გადადექიო, ჯვარი გწერია ესეთი რამე. აქ იყო ადამიანები, რომლებსაც უყვართ ცხოველები. მობილიზება უცბად გაკეთდა ამ ადამიანებს და პირადად მეც არ ვიცოდი, როცა მოდიოდნენ ეს გულანთებული ადამიანები, ვისაც ცხოველები უყვარს. და მე დღესაც გეუბნებთ, არ მგონია, რომ ეს მოხდა და სიზმარში მგონია თავი. ანუ დღეს რას ფიქრობთ? აი გავიდა რამდენიმე დღე და რას ფიქრობთ, რა ხდებოდა იქ, როდესაც ეს კადრები გაავრცელეთ? ხო, მე შეგახსენებთ უბრალოდ ირმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი ავალიანი ამბობს, რომ ინფორმაცია თითქოს გორის თავშესაფარში ძაღლები დაწვეს და მოკლეს სიმართლეს არ შეესაბამებაო, სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლში არ ფუნქციონირებს და შესაბამისად უწყებას გორში მიუსაფარი ცხოველები არ შეუყვანიაო. აი რას ამბობთ დღეს, რა დასკვნა? მე რამდენიმე დღე, ანუ თავშესაფრის ტერიტორიაზე გავდიოდი სხვადასხვა საათებში, 2 საათზე ყოფილა, 3 საათზეც. ანუ მაინტერესებდა სურსათის მანქანები თუ შემოდიოდნენ, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ მობილიზაციას იწყებენ სადღაც 6 საათზე გადიან, იმიტომ რომ რეგიონალურია ეს და არ ვიცით, შეიძლება ხვალ ბორჯომში, ახალციხეში წავიდნენ ან თუნდაც იმაში, რა ქვია, რომელიმე ისეთ რეგიონში, რომელიც გორთან შორს არის და სადღაც დილის საათებში იწყებენ. ან შებინდებულზე, ან ღამე. უბრალოდ მე თვითონ როგორც ცხოველთა მოყვარული, ჩემ ტერიტორიასთან 10 მეტრში არის ბაზრის ტერიტორია. და ზუსტად ვიცი და გრძნობდი, რომ ზუსტად შეიძლება დასცხონ იმ ცხოველთა მოყვარულს, რომელსაც აქვს ადგილზე მიკედლებული ცხოველები ადგილთან. და ამისი შიში მქონდა. არ ვენდობოდი, იმიტომ რომ ვიცი, რომ შეიძლება ღამე გამაცალონ. ზუსტად ამ პერიოდში ალბათ სადღაც 2 საათიდან გავიგე ძაღლების ხმაური, აი ისეთი ხმაური, ენით აღუწერელი და მართლა იმ ღამეს გავარდი კიდევ ბაზარში და ეს ჩემი ძაღლები რამდენიმე ვერ დავინახე, იმიტომ რომ ხა ღამე შეიძლება ძინავს და გადავედი ეგრევე თავშესაფარში, იმიტომ მანამდეც ვიყავი თავშესაფარში და დავინახე გარეთ იდგა სამარშრუტო მანქანა, ანუ იგივე მარშრუტკა და ეხლა ზუსტად არ ვიცი მარკა
ნომერი აღარც მახსოვს, იმიტომ რომ მაქვს ამის ფოტო გადაღებული. დავინახე თავშესაფართან და მქონდა ჩემი სუბიექტური აზრიც მქონდა და ანუ ჩვეულებრივი ეჭვი მქონდა რომ ესენი რაღაცას მალავენ. ესენი გამოვლენ და დაიჭერენ ძაღლებს. იმიტომ რომ ჩვენ აჭარის ფაქტები ვნახეთ ოზურგეთის ფაქტები. ანუ ვიცით რომ ამდენი ძაღლი არის მიუკვლევადი და არ არიან ეს ძაღლები დღესაც ნაპოვნი. 1000 ძაღლიდან როცა გადასვა სხვა ტერიტორიაზე თუნდაც აი ყოფილა ძალიან ბევრი შემთხვევა როცა ადამიანს ძაღლი გაუშვას ხავა ქალაქში და 2 კვირის მერე დაბრუნებულა 1000 ძაღლიდან თუ ერთი ძაღლი თუ არ დაძინებულა არ დახოცილა ეს ძაღლი ერთი ძაღლი მაინც დაბრუნდებოდა იმ ადგილას სადაც ცხოვრობდა და იკვებებოდა ანუ გამოდის რომ აჭარაშიც ძაღლები დახოცეს და დააძინეს ეს არის ჩვეულებრივი ეჭვი და ეს ძაღლები არ არიან მიკვლევადები ანალოგიურს დაუკანონებელი განკარგულება ჰქონდა და დაკანონებულ განკარგულებაზე ველოდებოდით და უარესი სიტუაცია იქნება გავედი თავშესაფარში უბრალოდ სურსათის მანქანები მაინტერესებდა მანამდეც მოძრაობდი იმ ადგილებში და შეიძლება იქ კამერებმა დააფიქსირა ბევრჯერ ჩემი მანქანა და დავინახე ის რაც მოხდა და დავინახე აი სუნი საშინელი მანქანაში შუშები არ მქონდა ჩამოწეული და შორი ახლოს როცა მივედი ვიგრძენი რაღაცა ბეწვისა და ტრუსისა და ხორცის ერთნაირი სუნი შერეული და ნახეთ იქ ვიდეოში რომ კიდევ კარგად არჩანს ღრუბლის ფორმის ბურუსისავით ბოლი იდგა ანუ ხშირი და უფრო დიდი ხნის ბოლი იყო ანუ მე რომ მივედი აქ იყო უკვე წვის პროცესი მთლიანი და რატო გვაქვს გონი ანუ თქვენ მანქანების მისვლა არ გინახავთ მაგრამ უკვე როცა აი ეს საშინელი სუნი იყო და ჩართული იყო და მუშაობდა კრემატორიუმი მაგ დროს მიხვედით ხო მაგ დროს მივედი ზუსტად ამ დროს და დავინახე ის სამარშრუტო მანქანა რომელიც მანამდე გარეთ იდგა უკვე თავშესაფრის შენობაში იყო შესული ანუ მანამდე რომ ტროტუარზე იდგა მერე შიგნით იყო და ჩემი სუბიექტური ეჭვი არის ეს ჩვეულებრივ როგორც მოქალაქის და არა მარტო ცხოველთა მოყვარულის და დამცველის რომ ამათმა შეიყვანეს მანქანით და იქვე კლინიკასთან იდგა ის მანქანები გადმოზიდეს ეს ძაღლები არ არის გამორიცხული აქედან შეყარეს ეგრევე კლინიკაში შეიძლება უბრალოდ ქსილაზინით მოადუნეს ძაღლი რომელიც ყველაფერს გრძნობს და არიან ნახევრად ცოცხლები კი რა ცოცხალი ქსილაზინიდან გამოდის 1 საათში საათნახევარში ძაღლი იმიტომ გონია ეს რომ იქ იყო ისეთი ბოლი რომელიც არ იყო 1 და 2 ძაღლის ბოლი და არ იყო ეს სუნი ანუ ისეთი სუნი იდგა გარშემო საკამაოდ დიდი მეტრების მოშორებით და ჩემი ეჭვი არის ჩვეულებრივი ეჭვია როგორც მოქალაქის უნდა ვიცოდე იქ რა მოხდა და მოვითხოვე დღეს ზუსტად ამ კამერების ნახვაც და ამისი დიდი სურვილი მაქვს რომ რა გითხრეს აი ეს ერთი კითხვაც და მე სტუდიაში გადმოვალ ირმა რა გითხრეს როცა მოითხოვეთ კამერების ნახვა ეხა თამაზიც ამას ამბობდა რომ გვაჩვენეთ ჩანაწერები გვაჩვენეთ დოკუმენტაცია გვაჩვენეთ რა იყო ამდენი ძაღლი იყო და იქ მკვდარი და დაალაგებული ლეში რომ ამდენი საათი მოუწიათ კრემატორიუმის მუშაობა ანუ აი რა გითხრეს თქვენ როცა მოითხოვეთ რომ კამერები გვაჩვენ. თავშესაფარმა პასუხი არ გაქვს, ანუ უპასუხოდ დაგვტოვა, არ გვესაუბრნენ როგორც მოქალაქეები, მოსულები იყვნენ იქ და ის არის პოლიციამ გითხრა რომ არ ვიცით ამას შევძლებთ თუ არა. ანუ ნიშნავს იმას, რომ როცა ღამის საათებში მუშაობ, ასე დრო ზოგადად 12 საათის მერე ესე იგი რაღაც დანაშაულებრივი ქმედება ხდება რომ მოსახლეობამ არ გაიგოს ეს ხო ქალაქის ტერიტორიაზე ხდება ანუ გამოდის რომ რაღაცა დამალული ხდება რაღაცა ისეთი პრობლემა არის რომელსაც ჩვენ არ გვაგებინებთ გამოდის თუ სურსათმა არ შეიყვანა მანქანები მაშინ ვოლიერებიდან არიან ძაღლები გამოყვანილი თუ ესენი უარყოფენ რომ მოასუფთავეს და ვოლიერები გაათავისუფლეს მაშინ რომ მიიღონ სხვა ძაღლები მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში დაგროვილი ლეშების არსებობა და ერთიანად დაწვა ესეც კიდევ ერთი დანაშაულია და მეორე დანაშაული თუ კრემატორიუმში არ არის სათვალთვალო კამერები ეს კიდევ ერთი დანაშაულია კიდევ ერთი
დანაშაული ის იქნება თუ იმ დღის, იმ საათების და იმ მომენტების კამერები გამორთულია ეს სპეციალურად გამიზნული დანაშაულის გადამალვა. ესე იგი გამოდის რომ ცოცხალი ძაღლების დაცვა ხდებოდა და ამას არ გვესაუბრებია. მადლობა ირმა, პატივისცემით დაგემშვიდობებით, მე